საიდან მომდინარეობს სახელწოდება მთაწმინდა? წმინდა მთიდან. მთაწმინდა თუ არ ვცდები მომდინარეობს ერთ-ერთი ასურელი მამის გიორგი მთაწმინდელის სახელწოდებიდან, რომელიც იმ მთაზე მოღვაწეობდა, ასე ვთქვათ. მთაწმინდა მარა. გიორგი ცხინვალე, ანუ მე-16 საუკუნე და თუ არა თუ სწორედ მახსოვს. ათონის მთიდან. მთაწმინდა მომდინარეობს სახელწოდება ათონის მთიდან. ვინ ააშენა მთაწმინდაზე წმინდა დავითის მონასტერი 1542 წელს? არ ვიცი ნამდვილად. ასურელმა ბერებმა. ეგეც არ ვიცი ისტორია. არ ვიცი. გაბაშვილა, ხა? ეგ სიმართლე გითხრათ არ ვიცი. როდის გაიხსნა ქართულ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი? არ ვიცი. მე-20 საუკუნის დასაწყისში ზუსტი თარიღი არ მახსოვს. არც ეგ არ ვიცი. ადრე ძალიან. წელი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მე-20 საუკუნეში იყო. თუ არ ვცდები მე-20 საუკუნიდან. შეგიძლიათ ჩამოთვალო, ვინ არის დაკრძალული მთაწმინდის პანთეონში? ბაბუა ჩემი არა ვიცი. მთაწმინდის პანთეონში? არ ვიცი. ილია ჭავჭავაძე, გალაქტიონი, ვაჟა. ეკატერინე ჯუღაშვილი ჩამოსასვენებელია ამ გახსენებაზე. გალაქტიონ ტაბიძე, ჭავჭავაძეც მან დაკრძალული, წერეთელი, აკაკი. ყველა არ მახსოვს, მაგრამ ჭავჭავაძე, წერეთელი, ესენი ვოჭველი. ილია ჭავჭავაძე, გალაქტიონ ტაბიძე და მეტი არ მახსენდება. მთაწმინდა მამა დავითის მთა. თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი სახელწოდება ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავანის, ათონის მთიდან მომდინარეობს. მთის აღმოსავლეთ კალთაზე სენაკი ერთ-ერთ ასურელ მამას, დავითს ამოუყვეთავს. მოგვიანებით 1552 წელს ძმებმა ნიკოლოზ და დავით გაბაშვილებმა ამ სენაკის ადგილას წმინდა დავითის მონასტერი ააშენეს. სწორედ მამა დავითის ეკლესიის შემოგარენშია განთავსებული ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი, რომელიც 1929 წელს გაიხსნა. მთაზე დგას სატელევიზიო ანძა. მთაწმინდის პანთეონში კი უამრავი ცნობილი ადამიანია დაკრძალული. მათ შორის ნიკოლოზ ბარათაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა ფშაველა, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე გრიბოედოვი, იოსებ გრიშაშვილი, ლადო გუდიაშვილი და ბევრი სხვა.